გესმის, მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. ცხადე ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელიც ბოლო წელიწად ნახევარია ქართულ პოლიტიკას, ესე ვთქვათ, ლეიტმოტივად გასდევს, არის კანდიდატის სტატუსი. მიუხედავად იმისა, ვეთანხმებით თუ არა ამ თემის ესოდენ მაღალ, ასე ვთქვათ, რეგისტრში აწევას, ხო? ანუ ზოგადად შეიძლება თუ არა კანდიდატის სტატუსს ამხელა მნიშვნელობა კონდეს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საკითხთან. ამის მიუხედავად ის ერთ-ერთი წამყვანი თემა ამ ბოლო პერიოდის ქართულ პოლიტიკაში და სავარაუდოდ ესაც იქნება ვიდრე 2024 წლის არჩევნებამდე, მიუხედავად იმისა თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი კანდიდატის სტატუსის მონიჭებასთან მიმართებაში, ხო? თუმცა ვიდრე ამ თემაზე გადავიდოდეთ, იმიტომ რომ ცხადია ხა ყველაფერს რაზეც ჩვენ ვისაუბრებთ, ეს საკითხი ასევე იქნება, ასე ვთქვათ, რაღაც გარკვეულ კავშირში. არსებობს სხვა თემები, რომელიც აი ამ პოლიტიკურ ბოლო, ესე ვთქვათ, სექტემბრის მას შემდეგ, რაც ზაფხულის, ესე ვთქვათ, რაღაც გარკვეული პაუზის შემდეგ პოლიტიკური ცხოვრება განახლდა, საკმაოდ ცხელი სექტემბერი გამოდგა ამ თვალსაზრისით. პირველი ალბათ იყო ეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი. ქალბატონი პრეზიდენტი ამჟამადაც არ იმყოფება საქართველოში, თუმცა ეს უკვე მისი კერძო ვიზიტებია, რამდენიცაც ვიცი, ხო? და არა ვთქვათ სახელმწიფო ვიზიტები, რომელზეც მას ესაჭიროება ხელისუფლების მხრიდან თანხმობა, ხო? მოდით ეს შევხედოთ ამ საკითხს. გასაგებია თქვენი კომენტარები რამდენიმე ყველას მოსმენილი გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ არ გჯერათ, რომ იმპიჩმენტის საკითხის შესაძლებელია ბოლომდე მივიდეს, იქიდან გამომდინარე, რომ 100 ხმა სჭირდება ამას ყველაფერს. მაგრამ პირობითად თუ ავიღებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ის, ასე ვთქვათ, ეს მიმართვა და დაადგინა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. მაგრამ პარლამენტმა ვერ მიიღო იმპიჩმენტის, ვერ დაუჭირა მხარი, ასე ვთქვათ, პარლამენტში არ ეყო ხმები ამ ყველაფერს. შემდეგ როგორ გრძელდება პოლიტიკური ცხოვრება, როდესაც ასე ვთქვათ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადასტურებულად ვიცით, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის, ტელემაყურებელს მივესალმები. პირველ რიგში ევროკავშირზე ვიტყვი ორ სიტყვას. რეალურად სამცხოვრეთ ეს თემა გამოიყენება პოლარიზაციის დამატებით გაღვივებისთვის, საკითხი, რომელიც წესით უნდა ყოფილიყო რაღაც საფუძველი გაერთიანებისთვის, რაღაც იდეის გარშემო. კანდიდატის სტატუს გულისხმობთ. რა თქმა უნდა, სტატუს გულისხმობ, უნდა ყოფილიყო რაღაც საფუძველი თითქოს გაერთიანებისთვის. ხედავთ, რომ გამოიყენება როგორც ერთგვარი ინსტრუმენტი, შიშველი ინსტრუმენტი პოლარიზაციის შემდგომი გაღვივებისთვის, რაც არის ძალიან ცუდი. რომ არ ყოფილიყო ეს თემა თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ დღის ეს რიგში, პოლარიზაციის ხარისხი იქნებოდა თვისებრივად უფრო ნაკლები. ეს შეიძლება თამამად ითქვას. მთელი ეს, ასე ვთქვათ, კამპანიები, რაც არის დაკავშირებული ხელისუფლების დელეგიტიმაციის მცდელობასთან და ამ შემდეგ მთლიანად აგებულია ამ კანდიდატის თემაზე, რაც ძალიან ცუდია, ანუ ინსტრუმენტალიზაცია ხდება ამ თემის იმისათვის, რომ პოლარიზაცია გაღვივდეს, ეგრეთ წოდებული პოლარიზაცია ჩვენს ქვეყანაში, რასაც სინამდვილეში ეწოდება რადიკალიზაცია. ეს არ არის პოლარიზაცია, პოლარიზაცია მე მგონია, რომ არის მოგონილი ტერმინი, სინამდვილეში რასაც უწოდებენ პოლარიზაციას, რეალურად არის სწორედ რადიკალიზაცია, რასაც ცდილობს რადიკალური ოპოზიცია. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს და მის მიერ კონსტიტუციის უხეშად დარღვევას, ესეც არის ამ სცენარის ნაწილი. და აქაც ხედავთ, რომ თავარ საბაბად კონსტიტუციის დარღვევისთვის სალომე ზურაბიშვილიც იყენებს კანდიდატის თემას. ანუ სადაც არ უნდა წახვიდე, როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოები და რადიკალური ოპოზიცია თავის სალომე ზურაბიშვილით უკვე, ისინი საბაბად ყოველ ჯერზე იყენებენ სწორედ კანდიდატის თემას. და ამ შემთხვევაშიც რა ხდება? ანუ ის ამბობს, რომ კი არღვევს კონსტიტუციას, ნუ ფაქტობრივად აღიარება გამოდის, ხო? მაგრამ ამას აკეთებს იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოთ. ეს არის მორიგი საბაბი იმისათვის, რომ ქვეყანა რაღაცნაირად გაიყვანონ კონსტიტუციური ჩარჩოდან და იმისათვის, რომ მოხდეს პროცესების რადიკალიზაცია ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება მიმდინარე ვიზიტებს, ესეც ამის მორიგი გამოხატულება სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ჩვენთვის, ჩვენი გადმოსახედიდან გამომდინარე, რომ კონსტიტუციური ჩარჩოდან არის გასული სალომე ზურაბიშვილი, ამას შეიძლება უწოდოთ კერძო ვიზიტი, მაგრამ სინამდვილეში ის კვლავაც უხეშად არღვევს კონსტიტუციას და ეგრეთ წოდებულ ოფიციალურ ვიზიტებს, სამუშაო ვიზიტებს ახორციელებს იქ
ყველა პროტოკოლის ყველა წესის დაცვით ხორციელდება ეს ვიზიტები. აქედან გამომდინარე ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილი შეგნებულად გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. აქედან გამომდინარე ეს არის განგზობითი პროცესი, რაც მან დაანონსა, თქვა, რომ უხეშად კონსტიტუციის დარღვევას განაგრძობს, რაც ძალიან სამწუხაროა მოვლენა. რაც შეეხება თვითონ იმპიჩმენტის ასე ვთქვათ, პროცესის განვითარებას, ჩვენ ველოდებით პირველ რიგში საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას ამ თემასთან დაკავშირებით საკითხი არის უმარტივესი. არის რეალურად კონსტიტუციის ტექსტი, რომელიც ამბობს, რომ ყველა შემთხვევაში, როდესაც პრეზიდენტს სურს წარუმატებლობითი უფლებამოსილების განხორციელება, მათ შორის სამუშაო ვიზიტის განხორციელება და შემდეგ, ყველა შემთხვევაში მას ესაჭიროება მთავრობის თანხმობა და რატომ? აქ არის მთავარი სისტემა. სისტემა გვეუბნება, რომ ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც საგარეო პოლიტიკას ახორციელებს მხოლოდ მთავრობა, ექსკლუზიურად ახორციელებს მთავრობა და სწორედ ამის გამოა, რომ პრეზიდენტს მხოლოდ ჯერზე ესაჭიროება მთავრობის თანხმობა, თუ მას სურს ვიზიტის განხორციელება, თუ მას არ აქვს თანხმობა, ამ შემთხვევაში უხეშად ერღვევა უკვე კონსტიტუციამ და დღესავით ნათელია ყველაფერი, ჩვენ ველოდებით შესაბამისად სათანადო დასკვნას, ბუნებრივია საკონსტიტუციო სასამართლოდან პირველი კურსის პირველი ლექციის გაზუსია. მას კიდევ ერთხელ ძალიან ხაზგასმით გავიმეორებ. შესაბამისად არ ვიცი სხვა დასკვნა როგორ შეიძლება აქ ვინმე გამოიტანოს, რომელიმე იურისტმა, რომელიც პატივისცემს საკუთარ პროფესიას, უბრალოდ შეუძლებელია, რომ აქ სხვა დასკვნა გამოიტანო. რაც შეეხება პოლიტიკურ გაგრძელებას, ანუ სამართლებრივი მხარე წარიმართება თვითონ საკონსტიტუციო სასამართლოში და შემდეგ უკვე პოლიტიკური ნაწილი პროცედურის გადმოდის საქართველოს პარლამენტში. სადაც იმპიჩმენტის დასრულებას სათანადოდ ჭირდება 100 ხმა და ჩვენ რა თქმა უნდა არ გვაქვს ამის მოლოდინი, თავიდანვე ვამბობდით, როდესაც იმპიჩმენტი აღძარით, თავიდანვე ვამბობდით, რომ 100 ხმის მოლოდინი არ გვაქვს ერთი მარტივი მიზეზის გამო. თავიდანვე ჰქონდა გარანტიები სალომე ზურაბიშვილს, როდესაც ის არღვევდა უხეშად კონსტიტუციას, წინააღმდეგ შემთხვევაში ხო ვერ გარისკავდა. მისთვის მნიშვნელოვანი არა მარტო მისთვის ისი რასაც ჩვენ უწოდებთ პატრონებისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ერთი წელი კიდევ ეკავოს სალომე ზურაბიშვილს საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით და საპარლამენტო არჩევნების მიღმა კიდევ ერთი თვე დაახლოებით უწევს პრეზიდენტობა. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ სალომე ზურაბიშვილს კვლავაც ეკავოს პრეზიდენტის თანამდებობაში. შესაბამისად, მას ჰქონდა გარანტიები, რომ რადიკალური ოპოზიცია არ დაუჭერდა მხარს იმპიჩმენტს, წინააღმდეგ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი რა თქმა უნდა ვერ გარისკავდა. ახლა გამომდინარე ჩვენ 100 ხმის მოლოდინი არ აქვს. კი ბატონო, რისთვის? ბატონო ირაკლი, მოდით ის საკითხი, ასე ვთქვათ, რა შეიძლება მოყვეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს ჩემთვის ასე ვთქვათ, საინტერესოა, თუმცა თქვენ პატრონები ახსენეთ, ხო? ერთ-ერთ ეთერში ვნახე, რომ თქვენ არ გსურთ ამაზე აქცენტის გაკეთება, ვის ესაუბროთ. ბუნებრივი. მაგრამ მოდით კი ბატონო, არ დავასახელოთ სუბიექტები ამ პატრონებში, მაგრამ დავასახელოთ მიზეზი, ანუ რისთვის სჭირდება სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთი წლის განმავლობაში ამ თანამდებობაზე. მუდმივი საბოტაჟი. ეს არის ერთადერთი მიზანი. თქვენ ხედავთ, რომ ამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თანამდებობაზე რა საბოტაჟის განხორციელება? თანამდებობა გამოიყენება როგორც რესურსი ამ შემთხვევაში. უკვე სტატუსი მიუხედავად იმისა, რომ უფლებამოსილები აქვს ძალიან შეზღუდული საპარლამენტო რესპუბლიკაში, მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ამ შემთხვევაში მას აქვს სტატუსი. ეს სტატუსი მაღალია, ხო? კონკრეტულად რის გაკეთება შეუძლია? რის დაშავება შეუძლია, ასე ვთქვათ? იმის გაგრძელება შეუძლია აქამდე აკეთებს. ანუ ის იყენებს თავის თანამდებობას და სტატუსს იმისათვის, რომ თუნდაც კონსტიტუციის უხეში დარღვევით შექმნას გარკვეული უხერხულობები. ამ შემთხვევაშიც ხედავთ რა ხდება, უხერხულობები მან უკვე შექმნა. იგივე თქვენ ნახეთ მათ შორის შტაინმაიერის რეაქცია იმპიჩმენტის აღძვრაზე. მას აღარ გაუპიარებია აქტიურად ის შეხვედრა, რომელიც გამართა საქართველოს პრეზიდენტთან ერთი პატარა თორსები ვებგვერდის ჩანაწერით შემოიფარგლა. ეს იყო და ეს და რამდენიმე ფოტო გავრცელდა და ასევე გახსოვთ მაკრონის რეაქცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მაქსიმალურად შეეცადა, რომ ოფიციალური შეხვედრის სახე არ მიესცა. იეცა იმ შეხვედრის, რომელიც შედგა სალომე ზურაბიშვილთან და სადღაც ეზოში ჩაწერა ერთი ვიდეო, რომელიც შემდეგ გავრცელდა. ხო, ანუ მაქსიმალურად ცდილობენ, რა თქმა უნდა, ევროპელი ლიდერები, რომ ეს უხერხულობა ბოლომდე მაინც არ შექმნან, ანუ ნაწილობრივ მაინც დააჩვენ, თუმცა უხერხულობა მაინც სახეზეა, იმიტომ რომ პრეზიდენტი ყველა შემთხვევაში, როდესაც ხდება პრეზიდენტის რანგში
სხვა პრეზიდენტს, სხვა ქვეყნის პრეზიდენტს, ის ახორციელებს არამადგილობით უფლებამოსილებს და ამას აკეთებს კონსტიტუციის დარღვევით, რაც ესმით ბუნებრივია. შესაბამისი ქვეყნების პოლიტიკური ლიდერებს მათ აქვთ სამისო გამოცდილებაც, ინფორმაციაც და ცოდნაც, რა თქმა უნდა, და ანალიზის უნარიც შესაბამისად. ნუ აქედან გამომდინარე, ეს არის მუდმივი მიზანი. აქაც კანდიდატის თემას უკავშირებენ, ესეც შემთხვევითი არ არის და თქვენ იცით, რომ არის ეს მუდმივი საუბრები, რომ არა საქართველოს ხელისუფლება, ან ქართული ოცნების ხელისუფლება, არამედ ხალხი მიიღებს კანდიდატის სტატუსს და სალომე ზურაბიშვილი გამოხატავს ხალხის, ასე ვთქვათ, ენებას და არა ხალხის მიერ ამ მანდატით არჩეული ქართული ოცნების ხელისუფლება და ეს შემდეგ. ხო, ნუ ამ ყველაფრის ნაწილი, ანუ ხდება რეალურად თანამდებობის და სტატუსის რესურსად გამოყენება იმისათვის, რომ რაღაცნაირად საბოტაჟი განხორციელდეს. საბოტაჟი ხელისუფლების მიმართ. იგივე გახსოვთ, ხო პრეზიდენტი კიდევ უფრო მაღალი სტატუსია ნინო ლომჯარია, რომელიც იყო სახალხო დამცველი. ყველაფერს აკეთებდა გარდა იმ, ასე ვთქვათ, უფლებამოსილებისა, რომელიც სახალხო დამცველს აქვს, ხო? ანუ მთლიანად პოლიტიკაში იყო შესული. არც ერთ პატიმართან არ შესულა პრაქტიკულად, ერთადერთი ვისთანაც შედიოდა, იყო მიხეილ სააკაშვილი. ესეც იყო პოლიტიკური აქტი და არა სახალხო დამცველის უფლებამოსილების განხორციელების აქტი. მთლიანად იყო თავიდან ბოლომდე შესული პოლიტიკაში და ამასაც ავალებდნენ ზუსტად იგივე ადამიანები, ვინც ახლა დავალებებს გასცემს სალომე ზურაბიშვილის მიმართ. რატო? იმიტომ რომ არის გარკვეული სტატუსი. სახალხო დამცველის ოფიციალურად წარმოადგენს ხელისუფლებას გარკვეული ფორმით, მას აქვს შესაბამისი სტატუსი, კონსტიტუციური სტატუსი. ამ რესურსის გამოყენება ხდებოდა თავის დროზე ნინო ლომჯარიას სახით, როდესაც ის შეიყვანეს პოლიტიკაში ისეთი თანამდებობიდან, რომელიც არ არის დაკავშირებული პირდაპირ ფორმით, უშუალო ფორმით პოლიტიკასთან. მით უმეტეს იყენებენ ისინი, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის სტატუსს, რომელიც კონსტიტუციურად მართალია სიმბოლურია, მაგრამ ბევრად უფრო მაღალია ვიდრე იგივე სახალხო დამცველის სტატუსი. ანუ საბოტაჟისთვის ხდება თანამდებობის რესურსად გამოყენება, ეს არის და ეს. ანუ ამის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დარჩენილ ერთ წელიწადში, ასე ვთქვათ, ხო, ანუ რეალურად მართლ პარტიას ესმის, რომ ერთი წელიწადი ქალბატონი სალომე კვლავაც იქნება ქვეყნის პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო. მაგრამ ეს ერთი წელი გაივლის იმ მდგომარეობაში, რომ ქალბატონ სალომეს აღარ ექნება არც ერთხელ სავარაუდოდ ლეგიტიმაცია მთავრობისგან, რომ ის წარმოადგენდეს ქვეყანას საგარეო პოლიტიკაში, ასეა საქმე? ბუნებრივია. და ამას აქვს კიდევ ერთი მიზეზი, როდესაც ჩვენ იმპიჩმენტი აღზარით, როდესაც იმპიჩმენტს აღზრავს კონკრეტული სუბიექტი, ხო, ამ შემთხვევაში ეს არის მართველი გუნდი და მართველი გუნდი მოიცავს, რა თქმა უნდა, მთავრობასაც, საპარლამენტო უმრავლესობასაც, ყველა იმ განშტოებას ხელისუფლების, სადაც ჩვენ ვართ წარმოდგენილი. ასე დროს ეს არის პოლიტიკური განაცხადიც, რომ ჩვენ კონკრეტულ ადამიანს თანამდებობის ღირსად არ მივიჩნევთ. ანუ ჩვენ რატომ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, მოვველით იმას, რომ ეს ფაქტი დადგინდება, არ შეიძლება პრეზიდენტი იყოს ადამიანი, რომელიც უხეშად არღვევს კონსტიტუციას. შესაბამისად, ჩვენთვის ის უკვე აღარ არის ღირსი, რომ განახორციელოს საპრეზიდენტო უფლებამოსილები. ჩვენი რესურსი აქ შეზღუდულია, რა თქმა უნდა, შიდა პოლიტიკაში ვერაფერს ვერ უზამ, გააკეთებს კვლავაც იმ განცხადებებს, რომლებიც უპირისპირდება ჩვენი ქვეყნის ძირეულ ინტერესებს, ეროვნულ ინტერესებს, მაგრამ სადაც აქვს რესურსი საქართველოს მთავრობას, რომ შეუზღუდოს საბოტაჟი სალომე ზურაბიშვილს, იქ რა თქმა უნდა ეს აუცილებლად არის გასაკეთებელი. რა თქმა უნდა ეს არის კონსტიტუციურად მთავრობის გადასაწყვეტი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ანუ ეს იქნებოდა ალბათ ჯანსაღი პოზიცია მართველი გუნდის მხრიდან, რომ რა თქმა უნდა ისეთი ადამიანი, რომელიც არ არის ღირსი პრეზიდენტობის, არ შეიძლება საქართველოს სახელით სადმე წავიდეს რომელიმე ვიზიტში, არ უნდა დააზიანოს, არ უნდა მივცეთ მას ელემენტარულად იმის საშუალება, რომ დააზიანოს შემდგომი მთავრობას იმისთვის, რომ არ გაუშვას პრეზიდენტი, აი თუნდაც ასეთი ეგრეთ წოდებული კერძო ვიზიტებით. ან მთავრობას აქვს იმის ბერკეტი, რომ თავად საკუთარი ხელით არ განახორციელოს ეროვნული ინტერესების დაზიანების ლეგიტიმაცია. საბოტაჟის ლეგიტიმაცია არ განახორციელოს. ეს არის მთავრობის ბერკეტი, რაც მას კონსტიტუციურად აქვს მინიჭებული. თუ კონსტიტუცია, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაუბრუნდეთ იმ კითხვას, თუ საკონსტიტუციო სასამართლო აკმაყოფილებს, ასე ვთქვათ, ამ მიმართვას, არ ვიცი, სარჩელი ქვია ამას? წარდგინებას თუ აკმაყოფილებს საკონსტიტუციო სასამართლო, მე რა ხდება? ანუ მე როგორ ხდება ეს ურთიერთობა, როგორ გრძელდება?
რა პროცედურას სტატუსი რაც აქვს შეეხება ჯერ უკვე ფორმალურ ხარეს შევეხები და მე უკვე მატერიალურს. ფორმალურს რაც შეეხება, ნუ ორი კვირის განმავლობაში პარლამენტში კენჭი უნდა იყაროს იმპიჩმენტის საკითხს. და ნუ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ მოლოდინია რომ ეს არის ფორმალური ხარე. თუმცა რა თქმა უნდა სისტემისთვის და მათ შორის მმართველი გუნდისთვის ბუნებრივია სალომე ზურაბაშვილი რჩება პრეზიდენტად, რომელმაც უხეშად არაერთგზის დაარღვია კონსტიტუცია. და ჩვენთვის რა თქმა უნდა ის არ არის ღირსი პრეზიდენტი, ანუ ამ თანამდებობის ღირსი, ასე ვთქვათ, პირი და ამ ლოგიკით გაგრძელდება რა თქმა უნდა ურთიერთობა. ჩვენ ხედავთ რომ ის ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობს დააზიანოს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. როდესაც ჩვენ ვართ კანდიდატის სტატუსის მოლოდინში და ამ პირობებში სალომე ზურაბაშვილი პრაქტიკულად რეგულარულად საუბრობს იმაზე, რომ მხოლოდ ფორმალურად სრულდება ევროკავშირის მოთხოვნები, შესაბამისად გამოდის რომ არ უმსახურებთ კანდიდატის სტატუსს და შემდეგ ეს რა თქმა უნდა ნიშნავს პირდაპირ საბოტაჟს. ანუ ვართ მოლოდინში, კონკრეტული სტატუსის მოლოდინში, რის გარშემოცვლა ვის არის ეს ქვეყანა წელიწად ნახევარია და ამ ფონზე სალომე ზურაბაშვილი აცხადებს, რომ ჩვენ რეალურად არ უნდა მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი. სხვას არაფერს ნიშნავს მისი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს. ასეთი რამ სოროსის ფონდსაც კი არ უთქვამს. თქვენ ნახეთ, რომ ორი პუნქტი სოროსის ფონდმაც კი ჩაგვითვალა შესრულებულად. ანუ ფორმალურად ასრულებს სოროსის ფონდის კი არ ამბობს, ხო, წარმოიდგინეთ. და ამას ამბობს სალომე ზურაბაშვილი. პირდაპირ გამოვიდა პარლამენტის ტრიბუნიდან ეს განაცხადა. მხოლოდ ფორმალურად ასრულებთ, როგორ შეიძლება მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი. და ამ გზავნილით როცა დადის ის ევროკავშირის ქვეყნებში, რა თქმა უნდა ეს არის პირდაპირ იმის საბოტაჟი, რაც არის დაკავშირებული ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან. ჩვენთვის თავარი რატომ არის კანდიდატის სტატუსის მიღება? პირველ რიგში იმიტომ არის, რომ დამშვიდეს ეს ქვეყანა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ კანდიდატის სტატუსი გამოიყენება წელიწად ნახევარია რადიკალიზაციისთვის. და თუ ვინმეს არ უნდა რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს საქართველომ, ეს არის სწორედ ის ძალები, რომელსაც სურთ რადიკალიზაციის გაგრძელება. ეს რომ რადიკალურ ოპოზიციას უნდა, ეს გასაგებია, ვიცით ამდენი ხანია, ამისთვის იხწვიან, მაგრამ ამაში თუ ასე ცხადად და ღიად ჩაერთვებოდა სალომე ზურაბაშვილი, ალბათ ვერს არ ქონდა ამის მოლოდინი, მაგრამ ნუ ჩვენ ქონდა გარკვეული ინფორმაცია ამ ყველაფერზე და საბოლოო ჯამში ეს ასეც მოხდა. კი ბატონო, თქვენ ახსენეთ რადიკალიზაციის სურვილი. მაგრამ აქ მიჩნდება კითხვა, არსებობს რადიკალიზაციის პოტენციალი, ასე ვთქვათ. ანუ გულისხმობ მათ შორის სუსის განცხადებას, თქვა. ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად. რისკები ყველა შემთხვევაში არსებობს. ერთი მხრივ ყველა ამბობს რა თქმა უნდა, რომ დღევანდელი ოპოზიცია არის უკიდურესად ასუსტებული. და ეს თითქოს იძლევა დამშვიდების საშუალებას, მაგრამ ჩვენ თავს ვერ დავიმშვიდებთ. მათ შორის იმის გამოც, რომ ეს სისუსტე ხშირად მეტრისკს შეიცავს ხოლმე. როდესაც სუსტია ადამიანური ბუნებაც ასეთია და ადამიანთა ერთობის ბუნებაც ასეთია, ხანდახან სისუსტის პირობებში უფრო საშიში შეიძლება გახდეს ადამიანი, უფრო ადვილად შეიძლება გაისრულოს მაგალითად, უფრო რადიკალურ ნაბიჯზე შეიძლება უფრო მარტივად წავიდეს, ვიდრე სხვა შემთხვევაში. ხო, ანუ ხანდახან სუსტი უფრო მძიმე დანაშაულზეც მიდის ხოლმე, ვიდრე ძლიერი ადამიანი. ხო, ეს ადამიანური ბუნება. ამიტომ სისუსტემ არ უნდა დაგვამშვიდოს. რა თქმა უნდა, ძალიან სუსტია დღეს ოპოზიცია, მათ შორის რადიკალური ოპოზიცია, მაგრამ სწორედ ამაშია რისკი, რომ ისინი შეიძლება ყველაფერ უკადრებელზე წავიდნენ. და ამიტომ არ უნდა ვიყოთ ჩვენ ზედმეტად დამშვიდებული და ყველა სცენარისტვის უნდა ვიყოთ მზად, მათი ნებისმიერი სცენარისტვის და ყველაფერ შეიძლება რა თქმა უნდა სათანადო პრევენციული ზომების მიღება. მათთვის არის რაღაცა თვითმიზანი, რომ ქვეყანა არიონ, ხელისუფლება შეცვალონ, ისთვის უნდა ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, ოპოზიციას ეს ყველაფერი. ნუ შესაბამისად სიფრთხილე არის აუცილებლად საჭირო. ის რა მაინტერესებს, რაში მდგომარეობს ეს სისუსტე, იმიტომ რომ ჩვენ არაერთხელ როცა თქვენ ამბობდით ერთ-ერთ ეთერში ეს რამდენიმე კვირის წინ, რომ ოპოზიცია არის აბსოლუტურად დაშლილი ერთმანეთთან დანაწევრებული, რაღაც ერთი ადამიანი ორ კაცს გამოეყოდათ, ცალკე წავიდა და რაღაც ასე შემდეგ. ესეთი შედარებები თუ ფაქტის კონსტატაციები მოიყვანეთ თქვენ ეთერში და საინტერესო ერთი რამე არის, რომ ჩვენ მსგავსი პროცესები ოპოზიციის შიგნით გვინახავს ადრეც.
და შემდეგ არჩევნების წინ გაერთიანებული ოპოზიციაც გვინახავს, ხო? და საბოლოო ჯამში რეალურად მართლა მნიშვნელოვნად განსხვავდება დღევანდელი ოპოზიცია, მაგალითად 2020 წლის ოპოზიციისგან, რომელმაც დაახლოებით 1 მილიონი ხმა მიიღო ქვეყანაში. ნუ პირველ რიგში ამ რადიკალურ ოპოზიციამ დღემდე წააგო 8 არჩევნები. 2012 წლიდან მოყოლებული, მაგრამ 1 მილიონი ხმა მიიღო ოპოზიციამ ერთიანად, ხო? ესე რო ავიღოთ ჯამში ოპოზიცია, მაგრამ ნუ რადიკალურმა ნაწილმა ამასე ნაკლები არის. 9 მილიონი დაახლოებით. კი. ხო, ამიტომ საბოლოო ჯამში ასე გამოდის, რომ ასე ითვლება ხოლმე არჩევნების შედეგები. ჩვენ ვიღებთ ხოლმე დაახლოებით 50%-ს, ნაცმოძრაობა 30%-ს და აქ არის ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, სხვაობა. რომელსაც ვერაფერი ვერ უბალანსებს მათ. და ეს სხვაობა კიდევ უფრო მეტად გასწელია. ანუ პირველი, რატომაც შეიძლება მარტივად ვისაუბროთ ჩვენ ოპოზიციის დასუსტებას, არის რეიტინგები. ეს რეიტინგები ჩვენგანაც იზომება და მათგანაც იზომება. ანუ ჩვენც გვაქვს რეიტინგები, პოლიტიკური კვლევები, სოციოლოგიური კვლევები და მათაც აქვთ ეს სოციოლოგიური კვლევები და ეს დიდი სხვაობა, რაც ისედაც იყო 50-30 უხეშად, კიდევ უფრო მეტად გასწელია და თან არა უმნიშვნელოდ. 10%-ზე მეტით არის სხვაობა გასწელი. ჩვენ შორის 15%-ზე მეტიც კი იყო ბოლო კვლევის მიხედვით. ეს არის ერთი, ანუ რეიტინგები, ესეც არ გვაძლევს რა თქმა უნდა დამშვიდობის საშუალებას. ჩვენი მიზანია რომ შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ჩვენი, ასე ვთქვათ, შედეგი და გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები. ანუ მოდუნების საშუალებას ეს არიძლევა, მაგრამ დღევანდელი მოცემულობა ეს არის, რასაც ყველა უყურებთ, ჩვენც უყურებთ და ისინიც უყურებენ, ყველა ვზომავთ ამ ყველაფერს. ეს არის ერთი რეიტინგები და ეს რეიტინგები მარტო საარჩევნო პოტენციურ შედეგს ხო არ ნიშნავს, ეს არის ასევე ქუჩის პოტენციალიც, ხო? ანუ შენ საბოლოო ჯამში ეს ციფრები გაძლევს პოტენციალის გაზომვის, ქუჩის პოტენციალის გაზომვის საშუალებასაც და ეს მათ აქვთ ეს ინფორმაცია, არც საარჩევნო რესურსი აქვს და შესაბამისად არც ქუჩის რესურსი აქვს, ეს ერთი. და მეორე, ნუ რაც შეეხება დაშლას, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ, ესეც ფაქტია, ხო? ნუ ასეთი არასდროს არ ყოლია რაღაც არც წარჩინებული და არც გამოსაჩენი ლიდერი ნაცმოძრაობას და რადიკალურ ოპოზიციას, მაგრამ ნუ დღეს როცა მათი მთავარი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე არის ხაბიიშვილი, მათი არაფორმალური ლიდერი არის კეზერაშვილი, ნუ ვაშაძე და ამ შემდეგ, ხო, აღარ გავაგრძელებ თელამსიას, ნუ ასეთი მძიმე მდგომარეობა ადრეც კი არ ქონდათ მათ. მიუხედავად იმისა, რომ არასდროს არ ქონდათ ასე ვთქვათ, კარგი მდგომარეობა თუნდაც ლიდერების კუთხით, მაგრამ დღეს კიდევ უფრო დამძიმებულია ეს ვითარება და რეიტინგებს, რა თქმა უნდა, ესეც განაპირობებს. ანუ ჯამში ბევრი ფაქტორია. კიდევ ერთხელ გავიმერებ, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ თავს ზედმეტად არ ვიმშვიდობთ, პირიქით, ჩვენ გვჭირდება სრული კონცენტრაცია და მობილიზაცია, მაგრამ დღევანდელ ქცევას ეს ყველაფერი განაპირობებს. მათ თვითონვე იციან, რომ აქვთ უგიდურესად შემცირებული რეიტინგი, არიან დაშლილები, მოშლილები და სწორედ ასეთ დროს ამ სისუსტის ფონზე შეიძლება წავიდნენ ნებისმიერ უკადრებელ ნაბიჯზე. მათ შორის იცით თქვენ სხვადასხვა ქვეყანაში როგორ განვითარდა რევოლუციური პროცესები, ხო? იგივე ერთ-ერთი ქვეყნის მაგალითი, არაბული ქვეყნის მაგალითი გავიხსენე, სწორედ იქაური ეს რადიკალური ძალები და მათი უცხოელი პატრონები აპიარებდნენ ერთ-ერთ ახალგაზრდას, სტუდენტს, რომელიც იყო ამ ოპოზიციური, ასე ვთქვათ, მოძრაობის, ასე ვთქვათ, ყველაზე თვალსაჩინო ლიდერი და სწორედ ეს ახალგაზრდა კაცი მოკლეს. რაც გახდა შემდეგ საბაბი, ასე ვთქვათ, მუხტის აწევისთვის და ასე მოხდა რევოლუცია, რამაც დაანგრია ეს ქვეყანა, არ მინდა აქ დეტალებში შევიდე, გარკვეული მიზეზების გამო ეს ერთი და იგივე უკრაინაშიც გახსოვთ რა მოხდა. პირდაპირ ხა იქ აღარ მინდა აქ დეტალებში შევიდე, მაგრამ პირდაპირ ხალხს ხოცავდნენ იმისათვის, რომ მუხტი გაძლიერებულიყო საბოლოო ჯამში და ნუ ამ პროცესებმა სამდამდეც მიიყვანა უკრაინა, ამასაც ვხედავთ. ნუ ეს არის რეალურად გასათვლელი. ასეთი დასუსტებული ოპოზიცია არის საშიში სწორედ სისუსტის გამო, რომ ყველაფერ უკადრებელზე შეიძლება წავიდნენ და ნუ აქ ერთი ვიდრე რევოლუციის საკითხს კიდე შევეხებოდეთ, ეს საინტერესო საკითხია ნამდვილად, მაგრამ რადგან ახსენეთ რეიტინგები, ანუ თქვენ ამ ინფორმაციით, რომელიც თქვენ გაქვთ ამ რეიტინგებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ თქვათ, რომ ოპოზიციური ელექტორატი შემცირებულია. მე არ ვამბობ კონკრეტული პარტიების მიერ მხარდაჭერას. ოპოზიციურ ელექტორატზე ვამბობ, ხო, ანუ დაახლოებით ოპოზიციურად განწყობილი ამ მრჩეველი 2020 წელს იყო მილიონამდე ადამიანი, ხო? დღეს რა მოცემულობა გვაქვს იმ რეიტინგებში?
ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად ეს არ არის პარტიის მიერ ჩატარებული კვლევები, ჩვენ დაკვეთით ჩატარებული კვლევებზე გვაქვს საუბარი. ბოლო წელიწად ნახევარია 50%-ს არ ჩამოცილებულ ვართ, არც ერთხელ. ანუ რამდენიმე კვლევა ჩატარდა და არც ერთხელ არ ქონია 50%-ზე დაბალი მაჩვენებელი, 50%-ს კარგად იყო აცილებული ჩვენი მაჩვენებელი. რაც მათ შორის განპირობებულია იმით, რომ ოპოზიციური ელექტორატი ვეღარ ხედავს საკუთარ არჩევანს ოპოზიციის შიგნით. ანუ ჩვენ ნაწილობრივ არის ჩვენი, ასე ვთქვათ, ამორჩევის რაოდენობაც გაზრდილი, მაგრამ ასევე შემცირებულია ოპოზიციური ელექტორატის რაოდენობაც, იმიტომ რომ უბრალოდ ხედავენ ხა ხაბეშოს იმაზე ნაკლები აძლევს ხმას, ვიდრე თავის დროზე თუნდაც მელიას აძლევდა. წარმოიდგინეთ, რამძიმე არჩევანია, ხო, ერთ ხარეს არის ერთი უბედურება, მეორე ხარეს ამაზე მეტი უბედურება, მელიაზე მეტი უბედურება, როგორ შეიძლება წარმოიდგინოს კაცმა, მაგრამ არის ხაბეიშვილი გამოჩნდა, შესაბამისად ხაბეიშვილს იმაზე ნაკლებიც კი აძლევს ხმას, ვიდრე თუნდაც მელიას აძლევდა, შესაბამისად იქაც არის შემცირებული რეიტინგი, აქედაც არის რეიტინგი გაზრდილი და საბოლოო ჯამში ეს იძლევა ამ გაზრდილ სხვაობას, რაც არის ჩვენსა და ნაცმოძრაობას შორის, პარტია ნაცმოძრაობას შორის და ჩვენსა და ზოგადად რადიკალურ პოზიციას შორის. მე მესმის ქართულ პოლიტიკაში და არა მხოლოდ ქართულ პოლიტიკაში, ესე იგი, ესე ეგრეთ წოდებული ახალი შემომსვლელების newcomers რო ეძახიან, ეგეთი შემთხვევები თითქმის მინიმუმამდე ხოლმე დასული, მაგალითად იტალიის რამდენიმე წლის წინანდელ არჩევნებში იყო, რომ ხუთი ვარსკვლავის პარტია უცებ გაჩნდა და საიდანღაც და უცებ შემოვარდა პოლიტიკაში და საკმაოდ ისეთი შედეგი დადო და ასე შემდეგ. ესეთი რაღაცებიც ხდება ხოლმე. მატეო სალვინის პარტიამაც ესეთივე შედეგი დადო. არსებობს ეგეთი შემთხვევები, თუმცა ნუ საკმაოდ იშვიათია და რთულია, მაგრამ მთლიანობაში აი ეს თქვათ ელექტორალური განწყობა, ოპოზიციური ელექტორალური განწყობა შესაძლოა არსებულ ტრადიციულ ოპოზიციას არ აძლევდეს იმდენ ხეირს, მაგრამ ქმნიდეს შესაძლებლობას, რომ ახალი მოთამაშეები გაჩნდნენ პოლიტიკაში, ხო? რაღაცა თქვა უცებ საიდანღაც რაღაცა ჯგუფი გამოჩნდეს და ასეც არასისტემურ, ესე ვთქვათ, პოლიტიკურ ჯგუფებს ეძახიან ხოლმე და რაღაცა იმათმა მოიმხრონ თავის თავზე ეს ყველაფერი და მთელი ეს პოლიტიკური თამაში, რომელიც აქამდე არსებობდა, საერთოდ შეცვალონ, ხო? ასე შემდეგ. ამისთვის რამდენად მზად არის ქართული ოცნება, რომ შეიძლება, თქვათ, საერთოდ არსაიდან მოხდეს რაღაცა, თქვათ, შემოდინება ესეთი პოლიტიკური ძალის. ზოგადად საინტერესო საკითხია. აქ უბრალოდ პოტენციალი ნაკლებად არის ამ ყველაფრის ერთმარტივ მიზეზის გამო. პოლიტიკაში არის საჭირო რესურსი და ძირითადად ორი რესურსია საჭირო, ორივე ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ეს არის ფინანსური რესურსი და ეს არის მედია რესურსი, ხო? ეს ორი რესურსი ოპოზიციის მხარეს კონცენტრირებულია დღეს ამ რადიკალური ოპოზიციის ხელში, თავიდან ბოლომდე. არსებობს ასევე ქართული ოცნების რესურსი, ხო? ანუ ჩვენ გვაქვს ჩვენი შემოსავლის წყაროები და არის მედია საშუალებები, რომლებიც არიან ლოიალური ჩვენს მიმართ, ასე რომ ვთქვათ. შესაბამისად, ანუ გადანაწილებულია ეს რესურსი. აქედან გამომდინარე, ახალ თავისუფალი რესურსი არ არსებობს ქვეყანაში. ხო, დღეს ესეთი მოცემულობა, ანუ არის პირდაპირ პარტიული ტელევიზიები, რომლებსაც აკონტროლებს ნაცმოძრაობა, ნაცმოძრაობაში ყოველას გულისხმობ, ხა გასაგებია, იგივე ლელოს მიაქვს ყოველთვიურად ფული, როგორც მთავარში, ასევე ტევ პირველში. მაგრამ ჩემთვის ხა ნაცმოძრაობა პარტია და ლელო, ორივე ნაცმოძრაობა, ანუ არავითარი განსხვავება არ არის მათ შორის. ანუ აქ არის კონცენტრირებული ან კოლექტიურ ნაცმოძრაობაში ეს რესურსი და ასეთ პირობებში, როდესაც მედიაზე წვდომა არის შეზღუდული და ფინანსებზე წვდომა არის შეზღუდული, სხვა პოლიტიკური სუბიექტებისთვის ეს სამწუხარო რეალობა, რომ ჩაგედელ წრეში გვტოვებს ეს მოცემულობა. ეს საინტერესოა, კაი აღიარება ისე ვთქვათ. კი, ანუ რეალურად ეს ასეა და ანუ ეს პოლარიზაციაც ხო ხელოვნურია. ანუ რეალურად რაღაცეები ისე დაალაგდა, მათ შორის პირველ რიგში ხელოვნურად, რომ სხვა ძალებისთვის ოპოზიციიდან თუნდაც ახალი ძალებისთვის წარმატების რესურსი არ არსებობს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი სცენი, რაც აქვს ჩვენს პოლიტიკურ სისტემას, რომ არის ხელოვნურად ჩაგეტილი. ახლა სიღრმეში აქაც არ მინდა წავიდე. იმიტომ რომ ესეც პირდაპირ გარედან თავს მოხვეულია 2013 წლიდან მოყოლებული. ანუ ეს არის გარედან თავს მოხვეული ეგრეთ წოდებული პოლარიზებული სისტემა, როცა შენ უნდა იყო მუდმივად ერთ რაღაცა პოლიტიკური სპექტრის ჩაგეტილ წრეში, შენ უნდა იყო მუდმივად პოლარიზაციის და რადიკალიზაციის ჩაგეტილ წრეში, ეს არის სამწუხარო რეალობა, რაც არის თლიანად ხელოვნური და გარედან თავს მოხვეული დეტალებში არ შევალ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, მაგრამ ეს არის ძალიან სამწუხარო
რეალობა. რაღაც მომენტში იმედია რომ ეს ყველაფერი გაერღვევა, საქართველოში არის უამრავი ადამიანი, რომელსაც აქვს რესურსი, რომ თავის სიტყვა თქვას, ხო, პოლიტიკურ ცხოვრებაში. მაგრამ აქაც რას ხედავთ, ნახეთ? რა უნდა მოხდეს იმისთვის? ყოველ ჯერზე, როდესაც ცდილობდა ვიღაც, რომ მესამე ძალა წარმოეჩინა, სინამდვილეში ისე მიდიოდნენ კოლექტიურ ნაცმოძრაობამდე. რატომ? იმიტომ რომ ერთი და იგივე სცენარისტი ყავს ამ ყველაფერს. პირველი გახსოვთ 2020 წელს იყო ლელო, ანუ მესამე ძალად შემოგთავაზეს ლელო. ეხლა ლელო როგორ შეიძლება მესამე ძალად შესთავაზოს საზოგადოებას, როცა ყველამ ვიცით თავის დროს ჯერ კიდევ რაც ხელისუფლებაში იყო ნაცმოძრაობა, მათი და ხაზარაძის კავშირები. ხო, აქაც დეტალებში აღარ მინდა შევიდე თავის ბიზნესის რეგეთში მონაწილეობით და ასე შემდეგ. ეს ერთი. და ნუ ლელო ცადეს რომ გაესაღებინათ მესამე ძალად, ჩავარდა ეს გეგმა, რატომ? იმიტომ რომ პატარა ქვეყანაა, ყველაფერს რო თავი დაუნებოდა საზოგადოებამ ყველაფერი იცის. ამიტომ ცდილობდნენ რომ რეალური ნაცმოძრაობა გაესაღებინათ მესამე ძალად, ნუ ჩავარდა, არ გამოვიდა. ამის შემდეგ იყო უკვე გახარიას პარტია, აქ მეტი პოტენციალი იყო, რატომ? იმიტომ რომ გახარია იყო ჩვენი გუნდიდან წასული პრემიერ-მინისტრი, ის ავრცელებდა ჭორებს, რომ იყო ბიზინა ივანიშვილის პროექტი და ასე შემდეგ. ამაში ხელს უწყობდა ნაცმოძრაობის პარტიული ტელევიზიების მთელი სპექტრი, პირდაპირ ეს ასე ვთქვათ მესიჯი მიდიოდა საზოგადოებამდე მათი ტელევიზიებიდან, რომ სინამდვილეში გახარია თითქოს იყო ბიზინა ივანიშვილის პროექტი, აქაც ვერ მოატყუეს. მიუხედავად იმისა, რომ უფრო ადვილი იყო გახარიათი მოტყუება, ვიდრე ლელოთი მოტყუება, აქაც კი ვერ მოატყუეს. ქართული საზოგადოება საბოლოო ჯამში აიღო ამ თავის პირველ არჩევნებზე 7%, საიდანაც ჩვენი იყო დაახლოებით რეალურად ნახევარი რა, სორ ანალისტ თუ გავყვებით. ამიტომ ესეც რეალურად ჩავარდა. აქ თავი პრობლემა რა არის, რომ ხელოვნურად ცდილობენ აქაც კი, რომ საზოგადოებას შეასაღონ ისეთი მესამე ძალა, რომელიც სინამდვილეში არის ამ კოლექტიური ნაცმოძრაობის გაგრძელება. ვინ არის სცენარისტი? ნუ იგივე ძალები, ხო, ჩვენ ხშირად საუბრობთ გლობალურ რომის პარტიაზე, აქ არ ვაკონკრეტებთ, მაგრამ გულისხმობთ რა თქმა უნდა კონკრეტულ სუბიექტებს და ძალებს ამ ყველაფერში, რომლებიც ძალიან მძიმე როლს ასრულებენ ზოგადად საერთაშორისო პოლიტიკაშიც. ის რომ ზოგადად არასწორი მიმართულებით ვითარდება მოვლენები, იგივე ამერიკაში, ევროკავშირში და ასე შემდეგ, ამაში ვიღაცების ხელი ურევია. ეს ვიღაცები ფარული ხალხი ხო არ არის, ხო, ანუ რეალური ადამიანები არიან და რეალური საერთოდ ვერ შევალ. რეალურ ძალაუფლებას ფლობენ, ხო? ძალიან ესეთი უხერხული თემაა და აქ საერთოდ ვერ შევალ დეტალებში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დეტალებზე გვაქვს საფუძვლიანი ინფორმაცია. გასაგებია. ხო, ანუ მოდით ესეთ საკითხს დავუბრუნდეთ მაშინ, ხო? ანუ მოცემულობა, რომელიც ახლა თქვენ დახატეთ და მე გეთანხმებით იმაში, რომ ჩვენი პოლიტიკური რეალობა არის საკმაოდ ჩაკეტილი და ის რაღაც გარკვეულ გახსნას საჭიროებს, ხო? ერთი საკითხია, რამ შეიძლება ის გახსნას, ანუ რა შეიძლება მოხდეს ისეთი, რომელიც შეიძლება ეს ჩაკეტილი წრე გახსნას და შესაძლებლობა გაჩნდეს, არ ვიცი, ახალი მოთამაშეებისთვის იქნება ეს თუ უბრალოდ თქვათ ახალი პროცესისთვის და ასე შემდეგ. და მეორე საკითხია, რომ ამ ყველაფერში ცხადი ხდება, რომ თითქოს საარჩევნო პროცესში ოპოზიციას არ აქვს, თქვათ, რესურსი ხელისუფლების დამარცხების. და მაშინ რა სცენარი რჩება მას იმისთვის, რომ არა უბრალოდ დარჩეს პოლიტიკაში, იმიტომ რომ თუ რეალურად დავინახავთ ამ წრეს, რომელ წრეზეც თქვენ ილაპარაკეთ ამ ჩაკეტილ წრეზე, პოლიტიკაში ყოფნის პრობლემა ოპოზიციას არ აქვს. ხო, ანუ ჩაკეტილი წრეა, მას ისევე როგორც თქვათ მართლ პარტიას პოლიტიკიდან გავარდნის საფრთხე არ ემუქრება, ერთადერთი პრობლემა არის ის, რომ იქნება თუ არა ძალაუფლებაში. თუ მოუწევს, ესე თქვათ, ხანგრძლივ ოპოზიციაში ყოფნა, ხო? ანუ ეს საკითხი აქვს გადასაჭრელი და არა ის, რომ თქვათ, პოლიტიკაში თავს შეინარჩუნებს თუ ვერ შეინარჩუნებს. აქედან გამომდინარე, ძალაუფლების მოპოვების რა სცენარი რჩება მას და ის, თქვათ, რომელზეც სუსი ლაპარაკობდა, ის არის თუ არა ერთადერთი სცენარი. თუ სხვაც არსებობს. მთავარია, რომ ძირშივე არ დაუშვათ შესწომა და ეს იგივე პარტიები, პოლიტიკოსები არ განვიხილოთ დამოუკიდებელ სუბიექტებად. ჩვენ მათ თუ განვიხილავთ დამოუკიდებელ სუბიექტებად, არის უამრავი პარტია ევროპის ქვეყნებში, რომლებიც მუდმივად იღებენ 6-7-8%-ს, ინარჩუნებენ საკუთარ, ასე ვთქვათ, თავს პოლიტიკაში
მონაწილეობენ საპარლამენტო ცხოვრებაში, ოპოზიციიდან ცდილობენ პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. და თუ შენ ხარ დამოუკიდებელი და თუ ხედავ რომ საარჩევნო რესურსი ამას არ ეღემატება შენი საარჩევნო რესურსი, ამას ისინი ეგუებიან ჩვეულებრივად. მაგრამ განსხვავება რა არის, რომ ესენი არ არიან დამოუკიდებელი პარტიები და დამოუკიდებელი პოლიტიკოსები, ისინი დავალებებზე არიან მთლიანად დამოუკიდებელი და თუ შენი დავალება არა ის რომ მაქსიმალურად შეეცადოს შენი საარჩევნო რესურსის ფარგლებში შედეგების მიღწევას, არამედ თუ შენი ერთადერთი დავალება ხელისუფლების შეცვლა, ხელისუფლებაში მოსვლა, ამ შემთხვევაში ვერ იქნები, ასე ვთქვათ, კმაყოფილი იმ შედეგით, რომელიც აქვს მთელი ამ 8 არჩევნების დავალება თუ ამოცანა? საფუძველზე. დავალება. ან დამოუკიდებლები არ არიან. თავი პრობლემა მათთვის ეს არის. უხსენებელო კი, რეალურად თქვენ გახსოვთ, როგორ წარიმართა პროცესები 2016 წელსაც იყო სერიოზული რისკები იმისა, რომ შეიძლება არ ეღიარებინათ არჩევნების შედეგები, მაგრამ მაშინ რა მოხდა? უკვე გაყოფის პირას იყო ნაცმოძრაობა და პოკერიას ფრთა ეყოფოდა ნაცმოძრაობას, როგორც შედარებით მსხვილი, ასე ვთქვათ, განაყოფი და აქედან გამომდინარე ეს იყო შესანარჩუნებელი და საბოლოო ჯამში ამან გაამარტივა 2016 წლის შემდეგ მათი მხრიდან ლეგიტიმაციის აღიარება. ანუ სხვა თავის ტკივილიც ჰქონდათ და ამის გამო საბოლოო ჯამში ისინი შემოვიდნენ პარლამენტში და უზრუნველყოფილი იქნა პარლამენტის ლეგიტიმაცია. 2020 წელს გახსოვთ რა გამოვიარეთ, ხო? ანუ არ შემოდიოდნენ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე თვითონ ხო და ომტკიცე თვითონ გააყალბეს ეს პარალელური ხმის დათვლაც ყველაფერი ეს თავიდან ბოლომდე აღარ მინდა ეს ყველაფერი გავიხსენო. არავით არია არც საფუძველი არაფერი არ ქონდათ მიზეზი იმისათვის რომ არ შემოსულიყვნენ პარლამენტში და დაეწყოთ ეს საბოტაჟი, თუმცა მაინც გააკეთეს. რატომ თან რა ხდებოდა პირველად მოხდა საქართველოს ისტორიაში ის რომ ოპოზიცია პარლამენტში შემოვიდა 60 კაცი და 10 პარტიით. ეს ხო არის სერიოზული მიღწევა ოპოზიციისთვის. და ეს გაძლევს ძალიან კარგ საფუძველს ობიექტურად თუ უყურებ მოვლენებს, რომ 4 წლის განმავლობაში მოემზადო შემდეგ უკვე არჩევნების მოგებისთვის, მაგრამ აქ ამოცანა ეს კი არ იყო. ამიტომ არ მიიღეს მათ მანდატები და ამიტომ არ შემოდიოდნენ პარლამენტში, რომ მათ ჰქონდათ სულ სხვა ამოცანა და დავალება პირველ რიგში, რომ სასწრაფოდ იყო რაღაცა გადასატეხი. და ეს ყველაფერი, რაზე ჩვენ საუბრობთ ღიად, უკავშირდებოდა ერთადერთ ამოცანას. ეს იყო ორი ფრონტის ამოცანა. რაც მოხდა უკრაინაში, ის უნდა მომხდარიყო საქართველოში და სწორედ ეს იყო მათი დავალება. ამიტომ გახსოვთ თქვენ როგორ წარიმართა პროცესები, იგივე თებერვლის დასაწყისში. 2022 წელს მანამდე ტაქტიკურად სწორად გავიარეთ და საბოლოო ჯამში მოვახერხეთ და შემოვიყვანეთ ეს ძალები პარლამენტში, თუმცა როგორც კი დაიწყო უკვე ომი უკრაინაში, წამოვიდა უმძიმესი ზეწოლა სხვადასხვა ფორმით. და იგივე გახსოვთ ზელენსკის მიერ ელჩის გაწვევა, მანამდე სანქციების დაწესების მოთხოვნა, ეხლა თვითონვე უარყოფენ. პერიოდულად უბრუნდებიან ამ თემას, მაგრამ უკვე უწევთ იმის უარყოფა, რომ თუნდაც თავის დროზე ითხოვდნენ სანქციების დაწესებას. იმიტომ რომ მტკიცებულები დავდეთ, რომ ეს ნიშნავდა ქვეყნის უბრალოდ ჩამოშლას. ეკონომიკური თვალსაზრისით მინიმუმ 10%-იანი ვარდნა იქნებოდა ჩვენს ქვეყანას, რაც იქნებოდა უბრალოდ უბედურება. უმძიმესი სოციალური ფონი და ყველაფერი ძალიან მარტივად მივიდოდით ამ ყველაფრით მეორე ფრონტამდე და ეს იყო მათი მიზანი. ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, ითხოვდნენ მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში, რაც პირდაპირ უკვე ნიშნავდა, რომ ჩვენ ხდებოდით სამხედრო კონფლიქტის ნაწილი. და ასევე შეგახსენებთ, რომ იმ დღეებში ზელენსკიმ სწორედ ამ ორი საფუძვლით გაიწვია ელჩი საქართველოდან. ეს იყო სანქციების არ დაწესება და ეს იყო მებრძოლი მოხალისეების არ გაგზავნა უკრაინაში. ამიტომ მე მინდა შეგახსენოთ, რამხელა ზეწოლა გამოვიარეთ ჩვენ განსაკუთრებით იმ პირველ დღეებში, როცა ომი დაიწყო. ერთ-ერთი მიზანი ჰქონდა მაშინ ამ ოპოზიციას, მათ უნდოდათ სასწრაფო წესით 2021 წელს ხელისუფლების შეცვლა, იმისათვის რომ თავის თავზე აეღოთ მეორე ფრონტის სცენარი, რაც ჩაეშალა. მოდით ისე უხსენებლებს დაუბრუნდეთ, თუმცა სხვა პერსპექტივიდან, ხო? ანუ კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ მინიჭება რა ტიპის ინსტრუმენტია უხსენებელთა ხელში? ну ესეც პოლარიზაციის ინსტრუმენტია, ესეც განიხილებოდა. პოლარიზაცია ხო თავისთავადაც ინსტრუმენტია, ხო? ანუ პოლარიზაცია ესეც ინსტრუმენტია იმ ჩაკეტილი წრის შესანარჩუნებლად, ხო? და საბოლოო ჯამში ამ ჩაკეტილ წრეში რაღაცა მომენტში ცვლილების განსახორციელებლად, რომ ერთი შეცვალო მეორეთი, ხო? კი, ეს არის თამაში, რომ მუდმივად უნდა
ხომ კონდეს დაჭიმული. თვითონ ეს კანდიდატის სტატუსი რა ტიპის ინსტრუმენტია? აი გარეს მუდმივად უნდა კონდეს დაჭიმული პოლიტიკური ვითარება იმისათვის რომ რაღაც მომენტში გაგიჩნდეს შანსი. და თქვენ გახსოვთ ივნისში როგორ წარიმართა პროცესები. ივნისში ჩვენ არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, აბსოლუტურად უსამართლო იყო ეს გადაწყვეტილება, მიანიჭეს უკრაინას და მოლდოვას. უკრაინა გვერდზე გადავდოთ, მოლდოვას მიენიჭა სტატუსი. როდესაც მოლდოვა იმ მომენტში დღემდეა, მაგრამ იმ მომენტში იყო SNG-ს წევრი ქვეყანა, DST-ს წევრი ქვეყანა, კონსტიტუციაში ეწერა რომ არ უნდა ნატოს სანქციებზე ჩვენ რო გველაპარაკებია. ეხაც გუშინ ლატვიის პრეზიდენტმა გააჟღერა ეს განცხადება, რომ სანქციები უნდა დაუწესოთო რუსეთს. მოლდოვას არ აქვს დაწესებული არავითარი სანქციები და ერთი რო კანდიდატის სტატუსი მიცეს და დღემდე არავის არ უხსენებია ეს. საერთოდ არავის არ უხსენებია ეს ფაქტი, რომ მოლდოვას დღესაც არ აქვს დაწესებული სანქციები რუსეთისთვის. ხო, რატო ხდება ეს, რომ იმის ყველანაირი სიფრთხილე გასაგებია, DST-ს წევრობაც კი გასაგებია. და ჩვენ იმას გვსაღვედორებენ რა ვიცი ელემენტარულ რაღაცა სავაჭრო ურთიერთობებს და იგივე ლატვიის პრეზიდენტი რაღაცებს ლაბარაკობს. ახაც მინდა თქვა რა რომ ნახეთ აბა ლატვიის სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან. ლატვიის რომელიც არის ნატოს წევრი ქვეყანა და ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ამიტომ აქ არის უსამართლობის ძალიან დიდი წილი ამ ყველაფერში. და მას საზოგადოებამ უნდა მიაქციოს ყურადღება. და ჩვენ რა ვიცი იმედი გვაქვს რომ კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება, რაც დაასრულებს თელ ამ სპეკულაციებს და ამ ასე ვთქვათ დაზაბულობას ხელოვნურს, რაც არის შექმნილი ამ თემის გარშემო. ეს ერთი, ასევე ჩვენ დიდი იმედი გვაქვს რომ ახალი ელჩის პირობებში, ამერიკის ელჩის პირობებში ის უხსენებელთა ინტერესებში რომ დასრულდეს ეს ყველაფერი? ნუ რეალურად რაც შეიძლება ითქვას, თუ დაინახა ვიღაცამ რომ უკვე დრო მოჭამა ამ თემამ იმ მიზნისათვის, რაც რისთვისაც გამოიყენებოდა თავიდანვე, ანუ რევოლუციური მიზნისთვის. ამ შემთხვევაში შეიძლება მარტივად იქნეს ეს გადაწყვეტილება მიღებული. ანუ თუ რევოლუციის პოტენციალი არის მინიმალური, შესაძლოა აზრიც არ ქონდეს ამ ინსტრუმენტის გამოყენება, ასეა საქმე? კი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნუ რესურსი დიდი აქვს იმ ძალებს, რომლებზეც საუბრობთ. საკმარისია 27-დან ერთ ქვეყანაზე მოახდინო გავლენა და უკვე შენ არ მოგენიჭება კანდიდატის სტატუსი. ეს ცხადია, ანუ კანდიდატის სტატუსის მინიჭება, არ მინიჭებაზე ზემოქმედების ინსტრუმენტები რო აქვთ ეს ჩემთვის გასაგებია. და მეორე ეს თვითონ ინსტრუმენტი რადო გაცვდა, ნახეთ თავიდან ატყუებდნენ საზოგადოებას. მაშინ სპონტანურად წამოვიდა ეს პროცესი. საზოგადოებას დღეს ისიც კი არ ახსოვს, რომ 28 თებერვალს შესთავაზეს უკრაინას კანდიდატობაზე განაცხადეს შეტანა. 28 თებერვალს, როცა 24-ში დაიწყო ომი. რუსული ტანკები იდგა უკვე კიევში. ობოლონის ოლქში, ანუ დღევანდელზე მძიმე ვითარებაც კი იყო, წარმოედგინეთ. კიევში იყვნენ შესული ობოლონის იმაში, უბანში, ოლქში. და ასეთ ვითარებაში უკრაინას თავაზობენ განაცხადის შეტანას წევრობაზე კი არა. წევრობაზე რო ყოფილიყო კიდე რაღაც კანდიდატობაზე, რომელიც არც ეკონომიკურად, არც ფინანსურად არც არ იძლევა, ხო? ანუ ასეთი უცნაური იყო, რა თქმა უნდა, ეს თავიდანვე უცნაურად დაიწყო ეს პროცესი და ნუ ამას მოყვა მერე ასევე უცნაური გაგრძელება საქართველოს მაგალითზე, უცნაური იყო, რა თქმა უნდა, ის რომ ქვეყანას მიანიჭეს ჩვენ არა, უცნაური იყო ისიც რომ მერე ივნისში რაღაც რევოლუციური პროცესები საგორებასა და ამის საფუძველზე რადიკალურმა ოპოზიციამ ბევრი უცნაურობა ნუ რა თქმა უნდა ცოტა ესე ქარაგმულად მომყოლებს ბევრი უცნაურობა ახდა რა თქმა უნდა ამ თემას თავიდან ბოლომდე თუმცა ნუ მიზანს ვერ მიაღწიეს იმ ძალებმა რომელსაც აქვთ მანკიერი ინტერესები ჩვენი ქვეყნის მიმართ საბედნიეროდ ეს ასე მოხდა. ნუ საბოლოო ჯამში შესაბამისად თუ საზოგადოებამ ისიც გაიგო მაშინ ატყუებდნენ ხალხს პირდაპირ იტყუებდნენ ეს ამ მდიდარი ენჯოების ლიდერები, ეგრეთ წოდებული ექსპერტები, ამ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ თითქოს კანდიდატის სტატუსი აყოვებდა საქართველოს ყისიერად გამოიწვევდა თანხების შემოდინებას, ეკონომიკაში, ფინანსური დახმარებების შემოდინებას, რაც ტყუილი იყო. და საზოგადოებამ ამასობაში ამ წელიწადნახევრის განმავლობაში უკვე გაიგო, რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი. შესაბამისად, კანდიდატის სტატუსი გაცვდა როგორც პოლარიზაციის ინსტრუმენტი. და ეს აადვილებს, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ჩვენთვის დადებითი გადაწყვეტილების მიღებას. თუმცა ნუ ისე 50-50-ი არა. კარგი, და თქვათ კანდიდატის სტატუსი მიენიჭა ქვეყანას საბოლოო ჯამში ამ პროცესში.
და პოლარიზაციაც როგორი ამ საკითხი თუ ოპოზიციას მით უმეტეს აღარ რჩება კანდიდატის სტატუსის საკითხი ხო ანუ პირობითად კანდიდატის სტატუსის მინიჭება რას ნიშნავს რომ ოპოზიციას მოუწევს თქვას რომ ქართულმა ხალხმა მიიღო ეს ყველაფერი ანუ ის ნარატივი რომელიც ჩვენ ვიცით ხელისუფლება ამას არ იმსახურებდა მაგრამ ნუ მისი ეს ნარატივი ეს რადიკალური ნარატივი რომ ხელისუფლება ანტიევროპულია და ასე შემდეგ გარკვეული თვალსაზრისით საფუძველს მოკლებული გახდება ხო კანდიდატის სტატუსის მინიჭებით შესაბამისად პოლარიზაციის ელემენტიც იკლებს თითქოს იკლებს ხო რადიკალიზაციის ელემენტი იკლებს ყოველ შემთხვევაში მოტივაციები იკლებს და ასე შემდეგ ხო ანუ ქუჩაში თუ აქამდე ორჯერ ხალხი გამოიყვანეს იმის რომ აი ევროპას ვშორდებით და სადღაც ჩრდილოეთით გადავინაცვლეთ და ასე შემდეგ ნუ ეს ნარატივი თითქოს რაღაცა გარკვეული ესე ვთქვათ დამატებითი იმპულსს მოკლებული იქნება ხო ამ შემთხვევაში ამ ჩახურული წრის შესანარჩუნებლად რა ინსტრუმენტები რჩება უხსენებლებს ნუ რეალურად ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება დაასრულებს პოლარიზაციას უბრალოდ არსებითად შეასუსტებს ნუ იმპულსებს მოხსნის ცალსახად. ანუ შესაბამისად პოლარიზაცია მოიკლებს, არსებითად თვისებრივად მოიკლებს, თუმცა პოლარიზაცია დარჩება ბუნებრივია. მაგრამ არჩევნების აღიარების კანდიდატის სტატუსი არ არის ერთადერთი ინსტრუმენტი 2024 წელს არჩევნების აღიარების საკითხი დგას. რა თქმა უნდა, იგივე რისკები არსებობს. თავისუფლად შეიძლება შეიძლება უფრო გაზრდილიც ეს ყველაფერი იქნება დამოკიდებული რა თქმა უნდა იმ მომენტისთვის არსებულ მოცემულობაზე არა მარტო საქართველოს შიგნით, ქვეყნის შიგნით, არამედ ჩვენს გარშემოც, იგი უკრაინაში რა იქნება, ჩვენს გარშემო რა იქნება, საქართველოში რა იქნება, ყველაფერზე იქნება ეს დამოკიდებული. ანუ მე ბატონო იკლი, რომ ესე იგი ეს დახურული წრე, რომელიც არსებობს ჩვენს გარშემო და რომელზეც ვისაუბრეთ წეღან, ხო? საბოლოო ჯამში ხელისუფლებას გარკვეულ მომენტში მაინც უქმნის ძალაუფლების პრობლემას. იქიდან გამომდინარე, რომ თუ არსებობს ეს დახურული წრე, მუდმივად არსებობს უხსენებელთა ინტერესი, რომ ამ დახურულ წრეში შეიცვალოს ძალთა ბალანსი. ეს აუცილებელი მოცემულობა, ასე ვთქვათ, ხო? თუმცა თქვენ არ გიჩნდებათ ინტერესი, რომ ეს დახურული წრე გაირღვე ეს? თუმცა ეს ინტერესი ყოველთვის თანაბრად მძაფრი არ იყო. ეს ინტერესი გამძაფრდა უკრაინაში ომის დაწყებასთან კავშირში. როცა ახლოვდებოდა, როცა ახლოვდებოდა, იმიტომ რომ 2000, რა თქმა უნდა, ასეთ ვთქვათ პროცესებს ჩვენ ხედავდით 2013 წელსაც კი გახსოვთ მაშინაც, როგორი ზეწოლა იყო იგივე, კოაბიტაციას თავს მოხვეული იყო. აბსოლუტურად ხელოვნურად თავს მოხვეული იმისათვის, რომ ეს დაჭიმული ვითარება შენარჩუნებულიყო. პოლარიზაცია იყო ხელოვნურად თავს მოხვეული და სწორედ ამიტომ იყო პირდაპირ განცხადებები კეთდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ არ დაიჭიროთ არავინ წინა ხელისუფლებიდან მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მძიმეს დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი. აბსოლუტურად ხელოვნური იყო ის კოაბიტაცია და შესაბამისად ეგრეთ წოდებული პოლარიზაცია, რომელიც თავს მოგვახვიეს რეალურად. მაგრამ თვითონ ამ დაძაბულობის ხარისხი, დაჭიმულობის ხარისხი ჩვენს პოლიტიკაში იყო ბევრად უფრო დაბალი. იგივე 2016-17 წლებში ყველაფერი ბევრად უფრო მეტად დაიძაბა. ეს ნაკლები ლეგიტიმაცია ჰქონდა იმ წლებში, ანუ რაღაცა პერიოდის შემდეგ მათი ლეგიტიმაცია იზრდება, ხო? ეგეც იყო ფაქტორი, სერიოზული ფაქტორი, მაგრამ ამას გარდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რა იყო, რომ კონკრეტული ინტერესი ისეთი მძაფრი არ იყო. როგორც ეს იყო უკრაინის ომის დაწყებასთან კავშირში არსებული ინტერესი. საერთოდ სხვა ინტერესი არსებობდა. იქ უფრო მძაფრი ინტერესი ჰქონდა ვიღაცას, რომ საქართველოში ყოლოდა მისი ხელისუფლება. იმიტომ რომ ქვეყნის უკრაინიზაცია იყო, ასე ვთქვათ, ის სცენარი, რომლის გარშემო წარიმართა პროცესები 2021 წელს. და ორი ფაქტორი იყო, რა თქმა უნდა, მაშინ ახალი შესრულილი იყო ხელისუფლება და შესაბამისად ნაცმოძრაობას სხვა პრობლემები ჰქონდა და სირთულეების ერთი, მაგრამ ამასთან ერთად ეს კონკრეტული ინტერესიც ნაკლებად არსებობდა კონკრეტული თემის მიმართ, რაც გაჩნდა უკვე 2021 წელს, როცა ახლოვდებოდა უკრაინის ომი, რასაც 2021 წლიდან კი არა, 2020 წლიდან უკვე ღიად იყო საუბარი პოლიტიკურ წრეებში, საერთაშორისო დონეზე, რომ ეს ომი აუცილებლად მოხდებოდა. აი, სწორედ ამიტომ ვკითხულობ ახლა ამას ყველაფერს და ეს თემა რო დავხუროთ, ასე ვთქვათ. უჩნდება თუ არა მართულ გუნდს მოტივაცია გაარღვიოს ეს წრე და დასრულდეს, ანუ ეს დიქოტომია დასრულდეს, რომელშიც მუდმივად ხდება, ასე ვთქვათ, მოდით ესე შევხედოთ. ქართული საზოგადოებისთვის ნაკლებად ლეგიტიმური პოლიტიკური ჯგუფების ლეგიტიმაცია.
თუ არ ვიცი, თუ სწორად გამოვთქვი. კი, აბსოლუტურად. ჩვენ გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი, ასე მგონია. მათ შორის ამას ვამბობ საერთაშორისო პოლიტიკური პროცესების პროგნოზის შროში. ანუ მე ვფიქრობ, რომ მომდევნო წელიწად-ნახევრის განმავლობაში საერთაშორისო პოლიტიკური პროცესები წარიმართება სწორედ ამ ნორმალიზების სასარგებლოდ. მათ შორის დიდი იმედი გვაქვს, რომ ომი დასრულდება. არის საკმაოდ დიდი ალბათობა იმისა, რომ 2025 წლის დასაწყისისთვის მაინც დასრულდეს ომი და ეს რა თქმა უნდა დაამშვიდებს მთლიანად რეგიონს და მათ შორის ნორმალიზებისთვის, ზოგადი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის შექმნეს ძალიან კარგ საფუძველს. ეს არის ჩვენი ოპტიმიზმის საფუძველი. თავარია რომ ჩვენ ეს კრიტიკული რაღაც პერიოდი და შემდეგი წელიწად-ნახევარი კიდევ იქნება კრიტიკული არა მარტო საქართველოში, არა მარტო იმ კუთხით რომ არჩევნები გველოდება წინ, ხო? არამედ საერთაშორისო დონეზეც მგონია რომ კრიტიკული იქნება შემდეგი წელიწად-ნახევარი, მაგრამ ამას თუ გადავაგორებთ და დარწმუნებული ვარ რომ ყველა ერთად გადავაგორებთ, ამ შემთხვევაში აბსოლუტურად რეალურია ყველა კუთხით ურთიერთობების ნორმალიზება. თუ ის ინტერესიც აღარ იქნება რომ ჩვენ რაღაცაში ჩავერთოთ მოხდეს იგივე ქვეყნის უკრაინიზაცია და მეორე მხრივ საქართველოშიც შიგნით გვექნება განსხვავებული პოლიტიკური სურათი უკვე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. აქედან გამომდინარე ნორმალიზებისთვის ძალიან კარგი საფუძველი არსებობს. თუმცა ხშირად არსებობს ხოლმე ესეთი მოსაზრებაც აი ეგრეთ წოდებული გლობალური ომის პარტიის შესახებ და უხსენებლების შესახებ, რომ თუ რომელიმე ერთ რეგიონში გარკვეულ წარუმატებლობას მიაღწევენ, მაშინ მეორე რეგიონში ხდება ხოლმე როგორც წესი ამის კომპენსირება და სხვაგან ცდილობა იმისა, რომ სხვაგან მოხდეს რაღაც. ხო, ან მაგალითად შესაძლოა ყარაბაღის საკითხი ამ ელემენტის მატარებელადაც კი წარმოიდგინოს ვიღაცამ და ასე შემდეგ, ხო? საინტერესო თემა არის. ცხადია, თუმცა დრო ცოტა გვჭირდება და კიდევ ჩვენ სწორედ ამიტომ გვჭირდება განსაკუთრებული სიფრთხილე, რომ ვართ ძალიან რთულ რეგიონში. და ჩვენ რეგიონის გარშემო საკმაოდ საინტერესო პროცესები მიმდინარეობს. რა თქმა უნდა. ამიტომ ჩვენთვის სამწუხაროდ არ ხდება ხოლმე ამ პროცესებზე პოლიტიკური კლასის მსჯელობა და უფრო რაღაცა ისეთ. ესეც ხელოვნურია. ის რომ საქართველოში ელიტები არ არსებობს, პოლიტიკური ელიტა როგორც ასეთი, მაგრამ ეს არ არის მარტო საქართველოს პრობლემა. რა თქმა უნდა. იგივე შეხედეთ ევროპაში, რა ხდება ამერიკაში, პოლიტიკური ელიტები არის როგორც ასეთი მოსვლილი და დარჩა კვაზი ელიტები. არსებობს ჩვენი ტიპის პატარა სახელმწიფოები. მით უმეტეს, არსებობს არც ინტელექტუალური ელიტა, რაც ადრე ინტელიგენცია ერქვა ჩვენთან და ზოგან სხვა სახელი ქვია და ეს შემდეგ. ანუ ელიტები რო არ არსებობს ჩვენს ქვეყანაში და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში. სხვა ქვეყნებისთვისაც ეს პრობლემა, ესეც აბსოლუტურად ხელოვნური პროცესის შედეგია. თუ სამწუხაროდ ასე ვითარდება გლობალურად პროცესები, ეს ვიღაცების ინტერესებშია. თუ საზოგადოებას ყავს ძლიერი ელიტა, ამ შემთხვევაში მისი შერყევა ბევრად უფრო ძლიერია. განსხვავებით იმ მოცემულობისგან, როდესაც ელიტები არის დასუსტებული. ეს ხელოვნური პროცესი რაც აადვილებს თანამედროვე მედია საშუალებები, ტელევიზიებიც აადვილებს ამას დიდწილად, თუმცა სოციმედია განსაკუთრებით გაადვილა ელიტების მოშლანების მიერ სოციუმში. ამიტომ ეს ცოტა ისეთი კომპლექსური პრობლემაა, მაგრამ თავარია ჩვენ თავს უნდა მივხედოთ, ეს პრობლემაც რაღაცნაირად მისახედია. შესაძლებელია მათ შორის რაღაცა ჩარევებით ალბათ, რომ ხელი შეეწყოს საზოგადოების ძლიერი სტრუქტურის ფორმირებას. თუმცა ეს არის ურთულესი ამოცანა, კიდევ ერთხელ გამერებ განსაკუთრებით ამ ახალ ვითარებაში, როდესაც სოციმედია აბსოლუტურად აღირავებს ურთიერთობებს, განსხვავებული მიმართულებით წარმართავს, თუმცა ბევრი კომპლექსური საკითხია საქართველოშიც, ჩვენს გარშემოც. თავარია რომ ჩვენ მაქსიმალურად ავიცოთ ჩვენი ეროვნული ინტერესები მიუხედავად ამ კომპლექსური სირთულეებისა, რომლებიც არის ჩვენ წინაშე. კი ბატონო. იცი რა, კი მაინც მინდოდა ბოლოს ერთი საკითხი, უფრო ადრე მქონდა ეს მონიშნული ეს თემა, თუმცა ამ კანდიდატის სტატუსმა გადავანაცვლებინა, ესე ვთქვათ. ფარცხალაძის საკითხს მინდა რომ ერთი ელემენტით შევეხოთ, ერთი შეიძლება ორითაც. ყველა ის არგუმენტი რა, ასე ვთქვათ, პასუხი გარკვეული თვალსაზრისით ყველა მოვისმინეთ, რომ როგორ მოხდა ეს პროცესი, რატომ მოხდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩემთვის საინტერესო დარჩა საბოლოო ჯამში თქვენ გაქვთ თუ არა კითხვები ამ საკითხთან მიმართებაში? მართლ გუნდს გულისხმობ, რატო? იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ ყოფილი პროკურორმა არ განუცხადა საკუთარ ქვეყანას, რომ მას სხვა ქვეყნის მოქალაქეობა აქვს.
და ეს საკითხი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ჩვენმა პარტნიორმა ქვეყანამ მას სანქციები დაუწესა. ნუ ამ საკითხს ბევრი მხარე აქვს და ყველა მხარე საინტერესოა. პირველ რიგში სანქციის დაწესებას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ეს არის პირველ რიგში საინტერესო. ყველამ ხო იცოდა, რომ ეს თემა იქნებოდა გამოყენებული ოპოზიციის მხრიდან საბაბად დამატებითი პოლარიზაციის დამატებითი გაღვივებისთვის. და ასეც მოხდა, ხო? ეს ხო ძალიან მარტივად გათვლადი იყო. ამიტომ ვინც მიიტანა ეს ფურცელი სახელმწიფო დეპარტამენტში. ვფიქრობ, რომ სწორედ ამას თვლიდა და ეს იყო სწორედ შესაბამისი ადამიანის მიზანი. ეს იმ ჯგუფის გაკეთებულია უკაცრავად რომ გაწყვეტინებთ უკრაინაში არსებობს რაღაც ჯგუფი რომელიც დასასანქცირებელთა სიას ადგენს. ნუ ის ადამიანების ინსტრუმენტები არიან რეალურად. არა, ნუ პირობითად ვამბობ. იგივე ჯგუფის გაკეთებული თუ სხვა ტექნიკურ დეტალებს არც აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ნუ იგივე ძალებზე გვაქვს საუბარი, ვიზაც ეჭვი გვაქვს რომ სურთ ამ პოლარიზაციის გაღვივება ზოგადად ჩვენს ქვეყანაში და ნუ ასე ხდება, ხო? ანუ არის რაღაც პროცესები. და ნუ კიდევ ერთხელ გამბერო, ვინც მიიტანეს ფურცელი სახელმწიფო დეპარტამენტში, მას ჰქონდა კონკრეტული მიზანი, რომ ხელი შეეწყო დამატებით პოლარიზაციისთვის და გაეჩინა ახალი საბაბი ოპოზიციისთვის, რაც მოხდა სინამდვილეში, ამას იყენებს დღემდე, რაღაც რამდენიმე დღე შეინარჩუნეს ეს თემა და ნუ ამ დღეების განმავლობაში იყენებენ იმისათვის, რომ რაღაცნაირად დამატებით თავს დაესხან ხელისუფლებას, თქვან რომ ეს არის რაღაცა პირველი ნაბიჯი ხელისუფლების დასანქცირებისკენ და ასე შემდეგ. ნუ ერთ-ერთი რაც მოახერხეს არის რამდენიმე ერთეულით ლარის კურსის გაუფასურება, ისიც ქვევით ჩამოვა უახლოეს დღეებში. ეს არის მაქსიმუმი, რასაც მიაღწიეს და პლუს დაახლოებით 60 მილიონის დახარჯვა მოუწია სახელმწიფოს იმისათვის, რომ ეს ხელოვნური აჟიოტაჟის ფონზე კურს არ შექმნოდა პრობლემა. ნუ 60 მილიონი დოლარი დაახარჯინეს ქვეყანას, რამდენიმე დღე რაც პიარული მოხდი შეინარჩუნეს, ეს ხო და ეს. მეც ვერ მიაღწიეს, მაგრამ რა თქმა უნდა მეტ შედეგზე იყო გათვლილი ეს ნაბიჯი ეს ერთი. რაც შეეხება მოქალაქეობის თემას, ნუ ეს არის სამწუხაროდ როგორც არის მიღებული პრაქტიკა, ადამიანი საქართველოში არის 10,000-ობით ადამიანი, მათ შორის რომელსაც აქვს საქართველოს და რუსეთის ერთობლივად მოქალაქეობა, საქართველოს და სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. ეს კანონს ეწინააღმდეგება, მაგრამ ეს არ არის სანქცირებადი დარღვევა. აქ ზოგადად სახელმწიფოს აქვს ლოიალური პოლიტიკა და ეს არის დიასპორის მიმართ პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი, ეს ლოიალურობა. აქედან გამომდინარე ხშირია შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო მკაცრად არ უყურებს, ასე ვთქვათ, შესაბამის მოვლენებს. არა, მე ამ მოვლენებს. შემთხვევაში არ გულისხმობ იმას, რომ სახელმწიფოს იქ არც არცად არ არის ესეთი მაგრამ როგორც ცნობილი გახდა, ნახეთ, აი მაგას ვამბობ ზუსტად. საინტერესო ნახეთ რა არის. ერთხარეს იყო ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, რომელიც თავიდან ბოლომდე არის თავსებადი კონსტიტუციის მოთხოვნებთან. ეს გულისხმობს იმას, რომ არ შეიძლება საქართველოს მოქალაქე უდანაშაულობის პრეზუმპციის წინააღმდეგ დაისაჯოს. და მეორე მხარეს არის იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება. ანუ ერთი გადაწყვეტილება იყო ფარცხალაძის ინტერესების საპირისპირო, პირიქით სასარგებლო, რომ ასე როგორც მოქალაქესე არ ვრცელდება ის შეზღუდვები, რაც სანქციებით იყო გათვალისწინებული და მეორე მხარეს არის იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება, რომელიც არის საზიანო ფარცხალაძის სუბიექტური ინტერესების სხვა, იმიტომ რომ მას უწყდება ამ გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა შეუწყდეს მოქალაქეობა. ერთ შემთხვევაში არის სასარგებლო, ფარცხალაძის სასარგებლო გადაწყვეტილება, მეორე შემთხვევაში ფარცხალაძის საზიანო გადაწყვეტილება. აქ თავარი ნიშანი ორივე გადაწყვეტილებისთვის რა არის? თვითონ ფარცხალაძეს რო ჩაეთვალა, რომ ეს მისთვის საზიანო, ის უარს იტყოდა რუსეთის მოქალაქეობაზე. ანუ მან არ თქვა საქართველოს რუსეთის მოქალაქეობაზე. თვითონ არ ჩათვეს ხო მისი გადასაწყვეტია, მაგრამ მე საუბრობ თვითონ საზიანოც მისი პერსპექტივიდან არ არის ეტყობა. მე თვითონ საუბრობ ხელისუფლების გადაწყვეტილების მოტივზე და мотивациაზე. ორივე შემთხვევაში ხელისუფლების ერთი და მეორე ორგანო, ეროვნული ბანკი და იუსტიციის სამინისტრო მოქმედებდა ერთადერთი მოტივით. ეს იყო კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედება. და ერთ შემთხვევაში ეს იყო სასარგებლო, მეორე შემთხვევაში იყო საზიანო, მაგრამ ორივე შემთხვევაში ეს იყო კონსტიტუციიდან გამომდინარე და კანონიდან გამომდინარე მოქმედება. თქვენ შეხედეთ, რას აკეთებს სალომე ზურაბიშვილი. სალომე ზურაბიშვილმა ჯერ განცხადება გააკეთა, სამჯერ შეცვალა, ანუ სამი სხვადასხვა გადაწყვეტილება გამოაცხადა სამ დღეში. ჯერ თქვა, რომ როგორც კი მიმართავდა იუსტიციის სამინისტრო, მაშინვე შეუწყვეტდა მოქალაქეობას, მერე თქვა, რომ არ შეუწყვეტდა ფარცხალაძეს მოქალაქეობას, ანუ გადაწყვეტილება გაახმოვანა და მესამე დღეს, როცა კრიტიკა წამოვიდა სხვადასხვა მხრიდან, უკვე თქვა, რომ მე ეს გადაწყვეტილება კი არ მივიღო, სამი თვე მაქვს და იმას
დაუცდიო. თუ სამჯერ სხვადასხვა განცხადება გააკეთა, რატომ? იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილი კანონის დაცვის მოტივით კი არ მოქმედებს და კონსტიტუციის დაცვის მოტივით. ის მოქმედებს მხოლოდ პოლიტიკური მოტივით. ეს არის მისი დამოკიდებულება და ხელისუფლების ორგანოების დამოკიდებულება ეროვნული ბანკის, რომელიც არ არის დამოკიდებული გარეგავლენებზე და ასევე იუსტიციის სამინისტროს, ასე ვთქვათ, მიდგომა არის ის, რომ კონსტიტუცია და კანონი უნდა იყოს პირველ რიგში დაცული და კონსტიტუციას და კანონს უნდა მიყვება. ბატონო ეკლი, ნახეთ, ეს რო იმას ვქნათ. მე მესმის ერთის მხრივ გავიგე ის ახსნები, რომელიც უკავშირდებოდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას. ამასთან ერთად არც იუსტიციის სამინისტროს არ ვთხოვ იმას, რომ რატო პრევენციულად რაღაცა არ მოიკვლიათ, რაღაც არ ვიცი, თქვათ, 7 წლის წინ, არ ვიცი, როდის მიიღო ბატონმა ოთარმა რუსეთის მოქალაქეობა. ამასაც არ ვთხოვ ამას ყველაფერს, ამას თავისი პროცედურული ვადები ჰქონდა და სავარაუდოდ ამ ვადებში იყო ეს ყველაფერი ჩამჯდარი. და მეტიც ანუ ის რომ ოთარ ფარცხალაძე მისარგებლა იმით თავისი ქონება გადაუფორმა საკუთარ შვილს ამ ვადების გამოყენებაში აქაც ისეთი მომენტია შეგვიძლია ვედაოთ ხელისუფლებას იმაზე რომ მან საერთოდ მან ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საერთოდ არ იყო დამოკიდებული ქონების მე ისე ვამბობ ანუ შეიძლება ვედაოთ შეიძლება დავაბრალოთ ხელისუფლებას რომ თქვენ ხელი შეუწყეთ იმას რომ ოთარ ეს გაეკეთებინა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ესენი ყველაფერი ამ წუთას არ მაინტერესებს ამ წუთას ჩემთვის უფრო საინტერესოა ის, რომ ხელისუფლებას მართლ პარტიას უბრალოდ აქვს თუ არა გარკვეული უხერხულობა იმასთან დაკავშირებით, რომ მისი ყოფილი მთავარი პროკურორი უმალავს საკუთარ ქვეყანას, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა აქვს, ასე ვთქვა და არეუბნება, რომ მას შემდეგ რაც მან ეს ყველაფერი გაკეთა, თან ეს ხო მთავარ პროკურორზე ლაპარაკი, ხო ჩვეულებრივ მოქალაქეზე არ არის, რომელმაც შეიძლება კანონი არც იცოდეს ამ ტიპის მოთხოვნები რო არსებობს, ეგეც არ იცოდეს, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებისას ის კარგავს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ამასთან ერთად ეს ელემენტიც რომ ქვეყანა რომლის მოქალაქეც ხდება მთავარი პროკურორი რბილად რო თქვა არც თუ ისე მეგობრულად განწყობილიათ ამ ქვეყნის მიმართ ხო ანუ აი ეს ელემენტები ქმნის თუ არა თქვენთვის გარკვეულ უხერხულობას და საფუძველს იმისას რომ უფრო მეტად გაერკვეს თავად მართველი პარტია და გააგებინოს საკუთარ ამომრჩეველსაც რა შეასაქმე ნუ ოთარ ფარცხალაძე იყო 10 წლის წინ მთავარი პროკურორი. მას შემდეგ მას არავითარი საჯარო თანამდებობა არ უკავია და შესაბამისად ეს საჯარო სამსახურთან დაკავშირებული დამატებითი პასუხისმგებლობა მას არ აქვს. რაც შეეხება მოქალაქეობას, მოქალაქეობის მიმართ არის კონკრეტული სუბიექტური ინტერესი. ხო, შენ იღებ გარკვეულ პრივილეგიებს, როგორც ერთ ქვეყანაში, ასევე მეორე ქვეყანაში. მე მაგალითად ვიცოდი კონკრეტული ადამიანი, რომელიც სოციალურ დახმარებას იღებდა რუსეთში და სწორედ ამის გამო მიიღო რუსეთის მოქალაქეობა. შეინარჩუნა საქართველოს მოქალაქეობაც და არ შეუტყობინებია რატომ? იმიტომ რომ რისკის ქვეშ დგები ასეთ დროს, რომ შეიძლება დაკარგოს შენ საქართველოს მოქალაქეობა. ამიტომ რისკის ქვეშ არ იყენებენ ადამიანები თავს კონკრეტული მაგალითი ვიცი ადამიანის, რომელიც ამას აკეთებდა წლების მანძილზე და მხოლოდ მოგვიანებით გაარესკა და მიიღო ნორმაგი მოქალაქეობა. ეს არ არის სანქცირებადი კანონდარღვევა, კი მართალია ადრე კონსტიტუციაში გვეწერა რომ არ შეიძლება იყო ორი ქვეყნის მოქალაქე, მხოლოდ ორმაგი მოქალაქეობა იყო განსხვავებული ინსტიტუტია. ეხლა კანონის დონეზე წერია რომ არ შეიძლება შეუწყობინებლად იყო ორი ქვეყნის მოქალაქე. ეს არ არის სანქცირებადი დარღვევა. და პლუს ანუ ოთარ ფარცხალაძე არ იყო 10 წლის განმავლობაში აღარ იყო საჯარო სამსახურში. ნუ ეს შესაბამისი მოქალაქის საქმეა. და რაც შეეხება ხელისუფლებას, მისი საქმეა, როცა გამოავლენს უკვე შესაბამის ასე ვთქვათ კანონთან შეუსაბამო მოცემულობას მიიღოს ომები, რაც მოხდა კიდეც იუსტიციის სამინისტროსგან. ესეთი საკითხით და მოდი დავამთავროთ დღევანდელი გადაცემა, თორე ძალიან გაგვიგზავნა საუბარი. ესე იგი თუ მოითხოვეთ პარტნიორისგან კონკრეტული მტკიცებულებები ისეთი ტიპის ბრალდებაზე, როგორც არის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობის საკითხი, ხო? იმიტომ რომ ეს მით უმეტეს საინტერესო როდის რა პერიოდზეა საუბარი, ხო? ანუ მაშინ იყო თუ არა მთავარი პროკურორი, თუ შემდეგ არის ამაზე საუბარი, რა ტიპის გავლენებზე საუბრობენ ჩვენი პარტნიორები, როდესაც ფარცხალაძის საზოგადოებაზე გავლენაზე მე მოვისმინე გასაგებია რომ ის არ არის საჯარო პირი, მაგრამ არსებობს ხოლმე სხვა ფორმები საზოგადოებაზე გავლენის მოსახდენად და ასე შემდეგ. ანუ აი ეს მცდელობა თუ არის საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პარტნიორს გამოართვას მტკიცებულებები თუ კომუნიკაცია არც ყოფილა ამაზე.
ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრეროგატივა, რომელსაც გამოძიება უკვე დაიწყო ამ თემასთან დაკავშირებით. გამოძიება რასთან დაკავშირებით მიმდინარეობს? გამოძიება ზოგადად ანუ საჯარო სივრცეში როცა ჟღერდება, ბრალდება, და ამ შემთხვევაში საჯარო სივრცეში გაჟღერდა ეს ბრალდება, სანქციის სახით გაჟღერდა მით უმეტეს ოთარ ფარცხალაძის მიმართ, ამის საფუძველზე, ანუ საჯარო ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება ამ ფაქტის დასადგენად მათ შორის. რომ არის თუ არა რეალურად ასეთი კავშირი და კონკრეტული მუხლის საფუძველზე დაიწყო ეს ყველაფერი. და რაც შეეხება თვითონ საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის მტკიცებულების გამოთხოვას, ეს არის საგამოძიებო პროცედურის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ გამოძიების ფარგლებში მიმართავს ბუნებრივი შესაბამის სტრუქტურებს. წესით უკვე უნდა იყოს მიმართვა გაგზავნილი. წესით, ანუ პირველივე დღეს უნდა გაგზავნილიყო ალბათ ეს მიმართვა. ეს არის ჩემი ლოგიკა, მე უბრალოდ არასწორი იქნება, რომ მე წინ ასე რაღაცა ჩავიხედო, მიუხედავად იმისა, რომ აღმასრულებელი სტრუქტურის ქვეშ არის და აღმასრულებელი სტრუქტურა ზოგადად მმართველი პოლიტიკური გუნდის ნაწილია. ამის მიუხედავად არასწორი იქნება, რომ მე ცალკე მოვითხოვო კონკრეტულ ნაბიჯებთან დაკავშირებით ინფორმაცია, მაგრამ ლოგიკურად რო გავყვეთ გამოძიების ლოგიკას, პირველივე დღეს უნდა იყოს ეს მოთხოვნა გაგზავნილი. პოლიტიკურ კითხვას დაგისვამთ მაშინ. ის რაც მოსამართლეებთან დაკავშირებით ვიხილეთ, იქიდან გამომდინარე თუ გაქვთ მოლოდინი რომ მიიღებთ რაიმე, მიიღებს თუნდაც საგამოძიებო მე წინ არ გავუსწრებ მოვლენებს. გარკვეულ ინფორმაციას. ხო, მოსამართლეების შემთხვევაში ძიმე შედეგი მივიღეთ. და შედეგი იყო რა, რომ ფაქტობრივად აღიარებული იქნა, რომ არავითარ მტკიცებულება არ არსებობდა. პირდაპირ ითქვა, რომ საჯარო წყაროებზე დაყრდნობით დე ფაქტო სანქცია შეუფარდეს 4 მოსამართლეს, ერთს ყოფილს და 3 მოქმედს. რაც წარმოუდგენელი რამე, ხა იურისპრუდენციაში ოდნავ ერკვევა, უბრალოდ წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება თუნდაც სავიზო შეზღუდვა, რომელიც არის შედარებით რბილი ფორმა, ამოქმედო კონკრეტული მტკიცებულების გარეშე. და როგორ შეიძლება ეს ასე გაასაჯარო მით უმეტეს. საბოლოო ჯამში ჩვენ როცა მოვითხოვეთ მაშინ მტკიცებულები, პირდაპირ თქვა რეალურად, რომ საჯარო წყაროებიდან და მედიაზე იყო პირდაპირ მითითება, როგორ შეიძლება გაზეთში და იმის ნოტარ მელაძის შოუში ნანახიდან შენს ასეთი შეზღუდვები დაუწესო მოსამართლეებს, უბრალოდ არ შეიძლება. ანუ ცუდი მაგალითი გვაქვს და ნახოთ ასეთი მაგალითი იგივე გამეორდება თუ არ გამეორდება, ამას გვიჩვენებს. რაში მდგომარეობს კეთილსინდისელი პარტნიორობა? ჩვენ ზოგადად ვითხოვთ, რა თქმა უნდა, ყველაფერში სამართლიანობას. რა თქმა უნდა, ამას ყოველთვის ვითხოვთ და პრინციპული ვართ ამ ყველაფერში. და რა თქმა უნდა, ასე გაგრძელდება ჩვენი მხრიდან მოქმედება. სადაც სიტყვაზე მტკიცებულება არის საჯარო, იქ მოვითხოვთ მტკიცებულებას. სადაც ვიღაცა ისჯება ჩვენი მოქალაქე მტკიცებულების გარეშე, იქ ამ საკითხსაც დავსვათ ხოლმე, გონებრივია ხმამაღლა. ასეთი ფაქტები, როცა მტკიცებულების გარეშე იქ მოსამართლეებს, მით უმეტეს მოქმედ მოსამართლეებს რეალურად ჭიან და ეს შემდეგ ჩვენთვის არის მიუღებელი და ამაზე ხმამაღლა საუბრობთ ხოლმე, მე ვიღაცები გამოდიან ამას ანტიდასავლურ განცხადებებს უწოდებენ, მაგრამ სინამდვილეში ეს არის სუვერენიტეტის დაცვა და ჩვენი მოქალაქეების დაცვა. ასეთ ვარ ვიმოქმედებთ. რა თქმა უნდა, სახელმწიფოებრივი შენარჩუნება გაგვჭირდება. სულ ბოლო კითხვა, გვაქვს ამის რესურსი? გულისხმობ იმის, რომ დავიცვათ ჩვენი ინტერესი, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ ერთი პრეცედენტი მოსამართლეებთან მიმართებაში, შემდეგ ნახეთ ფარცხალაძესთვის დაწესებული სანქციები, ანუ რეალურად აქამდე რაღაცა ლეგიტიმაციებს იშველიებდნენ ხოლმე ჩვენი პარტნიორების სანქციებისთვის, მაგრამ თავისთავად ის, რომ სანქციის პრეცედენტი უკვე არსებობს, გულისხმობს იმას, რომ შესაძლებელია გაფართოვდეს ამ სანქციათა მოქმედების არეალი, ესე ვთქვათ, პერსონალიები დაემატოს ამაში, იმის მიხედვით რამდენად ვიქნებით ადეკვატურნი მათი მოთხოვნების მიმართ და გვაქვს რესურსი, რომ ეს ჩვენი სუვერენიტეტი ესე დავიცვათ. ამ ორივე შემთხვევაში საქმე ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ხო? რომ ორივე გადაწყვეტილება გამოცხადებული იქნა. თუ გავითვალისწინებთ მსოფლიო საფინანსო ინსტიტუციების მოქმედებას, ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატები არიან ხოლმე სანქციების ავტორი. თუმცა რეალურად ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არიან ვიღაცები, ვისაც ეს ფურცლები მიაქვთ სახელმწიფო დეპარტამენტში. და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი ელჩის პირობებში ასეთი ფაქტები აღარ გამეორდება. ანუ ელჩის პრობლემა არის მხოლოდ და მხოლოდ საკადრო თემები ბევრ ამას წყვეტს. არა, მე მესმის უბრალოდ ელჩი თვითონ ხო არ იღებს ამ გადაწყვეტილებებს რა გააკეთოს ქვეყანაში, ხო? ანუ მას ხო რაღაც კონკრეტული დავალება აქვს და როდესაც საუბრობ რაღაც უფრო ფართო კონტექსტს გულისხმობ, რა თქმა უნდა,
მაგრამ სწორედ ამ ფართო კონტექსტის გათვალისწინებით მე მაქვს დიდი იმედი და ეს არ არის რაღაც აბსტრაქტული იმედი. მე მაქვს დიდი იმედი, რომ ახალი ელჩის პირობებში ასეთი ფაქტები აღარ გამეორდება, როცა მაგალითად მოსამართლეებში ან მტკიცებულების გარეშე, როცა მოსამართლეს იბარებენ და ანგარიშთხოვენ კონკრეტულ საქმეზე. გახსოვთ რა მოხდა მოსამართლე ჩხიკვაძესთან დაკავშირებით. პირდაპირ კონკრეტულ საქმეზე მოსთხოვეს პასუხი, რაც კონსტიტუციაში წერია, რომ არის დაუშვებელი. ანტიკონსტიტუციური მოქმედება განახორციელა საელჩოს კონკრეტულმა თანამშრომელმა მოსამართლის მიმართ. მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ახალი ელჩის პირობებში ასეთი რაღაცები არ მოხდება და აღარ გავაგრძელებ ამ ყველაფერს რეალურად იქ რაც არის და როგორც არის, მაგრამ მე მაქვს დიდი იმედი, რომ ასეთი რაღაცები ახალი ელჩის პირობებში არ გამეორდება და მათ შორის მტკიცებულებებზე დაუფუძნებელ ფურცლებსაც აღარ მიიტანენ ხოლმე მომავალში სახელმწიფო დეპარტამენტში. დაპირებას შევასრულებ და მე კითხვას აღარ დაგისურვებთ. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე კარგად ვზანდებოდეთ თქვენს აგემშვიდობით, მშვიდობიან ღამეს.